მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-20 წლების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგიაში სამი ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი: ეკონომიკა, სოციალური საკითხები და გარემოს დაცვა. სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ ევროკავშირის დახმარებით და გაეროს განვითარების პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერით უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭო დაფუძნდა. საბჭო კოორდინირებას გაუწევს როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში. სოფლის განვითარებისთვის მხოლოდ 2017 წელს 180 მილიონი ლარია გამოყოფილი. სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელება ძალიან დიდი სტიმული იქნება სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის. სოფლებში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ტექნოლოგიები და გაუმჯობესდება წვდომა მომსახურების სფეროზე. დარწმუნებული ვარ, რომ უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით ეფექტურ კოორდინაციას გაუწევს როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რაც სოფლის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით დაიგეგმება. ამ გეგმით ჩვენ მივახცევთ რეგიონების წინსვლას, თანამედროვე სოფლის შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაკეთოთ ადამიანების ორგანიზება, მოვახდინოთ ადამიანის ჯგუფების ორგანიზება ისე, რომ კომუნიკაციის ნაკადი იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ეს ევროკავშირში უკვე აპრობირებული პრაქტიკაა და ევროკავშირი დაგვეხმარება საქართველოსაც იმაში, რომ მოვახდინოთ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ფორმირება მუნიციპალიტეტების დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დავიმეორებ იმას, რასაც ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობის სარგებელი ხალხთან ახლოს მივიტანოთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის სფერო, რომელშიც დიდი შესაძლებლობები გვაქვს. ვხედავთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ძალიან ბევრი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ სტრატეგია დავამტკიცეთ და ახლა მის პრაქტიკულ იმპლემენტაციას ვიწყებთ.